ამ დრომდე უცნობია აღიარებენ თუ არა ბრალდებას პატიმარ გურამ ელიზბარაშვილის ოჯახის წევრები. მისი მეუღლის სალომე ელიზბარაშვილის ადვოკატ დავით ხაჟალიას ცნობით მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ დაკითხულა. შესაბამისად არ არის ცნობილი აღიარებს თუ არა დანაშაულს. მისივე განმარტებით პატიმარ გურამ ელიზბარაშვილის მამა თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრის მეუღლე სალომე ივანიშვილი და მისი მამა ქრთამის მიცემის ბრალდებით ეგრეთ წოდებული მოდულის შენობაში არიან. ისინი ეჭვმიტანილი სტატუსით ფსიქიატრებისთვის ყალბი დასკვნის დაწერის სანაცვლოდ ქრთამის მიცემისთვის დააკავეს. არსებული ინფორმაციით ასათიანი სახელობის ფსიქიატრიული საავადმყოფოს ექსპერტებმა რამდენიმე წლის წინ ყალბი დასკვნა დაწერეს მკვლელობაში მსჯავრდებულის გურამ ელიზბარაშვილის საქმესთან დაკავშირებით. დასკვნის მიხედვით გურამ ელიზბარაშვილი შეურაცხადი იყო. დაკავებულები არიან ფსიქიატრებიც, მათ ქრთამის აღება ედებათ ბრალად. მე არანაირი ინფორმაცია არ აქვს. ადამიანს სამსახურში თუ არ მოდის, ეწერება არა, მეტი არაფერი. ხდება ძალიან დადებითი პიროვნება. როგორც პროფესიონალები და როგორც ადამიანები. ვლადიმერ ვახანიას და ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა მოინახულეს და შიმშილობის 23 დღეს თანადგომა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს. ნანული ვახანია უკვე 23 დღეა, რაც ევროსაბჭოს ოფისის წინ პროტესტის უკიდურეს ფორმას შიმშილს მიმართავს. საკუთარ ძმას ვლადიმერ ვახანიას პოლიტპატიმრად მიიჩნევს და მის გათავისუფლებას მოითხოვს. შეგახსენებთ 2009 წლის 15 მარტიდან ვლადიმერ ვახანია 4 წლიან სასჯელს იხდის. ეს არის 23 დღე ნანული ვახანიას შიმშილობის საზოგადოება მიცეს რომ შიმშილობს თავისი ძმის პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიას გათავისუფლების მოთხოვნით და ძალიან სამწუხარო არის რომ ამ ხდის მანძილზე აქ არ მოსულა არც ერთი სახელისუფლებო დაწესებულების წარმომადგენელი, სხვა შორის არც საერთაშორისო ორგანიზაციები არ იკლავენ ძალიან თავს. ეს ძალიან კარგად გვაჩვენებს იმას, რას წარმოადგენს საქართველოში ცნება ადამიანის უფლებები. ის ნაწილი საბუთებისა, რომელიც აქამდე არის გაგზავნილი სტრასბურგში, უნდა იქნეს დამატებული ახალი საბუთებით, ახალი დოკუმენტაციით, რათა სამართლიანი საქმე მივიდეს სამართლიან გადაწყვეტილებამდე. ეკაბესელია პატიმარზე ფიზიკური ზეწოლის შესახებ საუბრობს. მოძრაობა სოლიდარობა უკანონო პატიმრებს ლიდერის თქმით პატიმარი მერაბ ციკლაური გლდანის აპყრობილეში 20 ივნის ცემეს. ბესელიას განმარტებით ციკლაური მეორე ჯგუფის ინვალიდია. ეკაბესელია ამ ფაქტის შესახებ საჩივარსა და მტკიცებულებებს პროკურატურას გადაუგზავნის. მოძრაობა სოლიდარობა უკანონო პატიმრებს საქმის დროულად გამოძიებას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი სარჩელის შეტანას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გეგმავს. ერთ-ერთი პატიმარი, რომელიც რეგისტრირებულია ჩვენ სიაში როგორც უკანონო პატიმარი, ეს არის მერაბ ციკლაური. სასტიკად იქნა ნაცემი გლდანის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში. მე თქვენ დღეს წარმოგიდგენთ კონკრეტულ მტკიცებულებებს, ეს არის სამედიცინო ჩანაწერები, პატიმრის ახსნა განმარტება, სასჯელ ახსულების დაწესებულებიდან ოფიციალური წერილი, რომლითაც დადასტურებულია, რომ ნამდვილად იქნა ნაცემი მერაბ ციკლაური, რომელიც არის მეორე ჯგუფის ინვალიდი. გადაადგილდება ეტლით და ამჟამად იმყოფება გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში. ჩვენ ამ მასალებს გაუგზავნით ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს. მე ასევე მივმართავ დაწესებულების ხელმძღვანელს, რომ სასწრაფოდ მოახდინონ რეაგირება მსჯავრდებულის მიმართ გათვალისწინებული უფლებების ხელოვნურად შეზღუდვის გამო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანელი დიპლომატის მიერ ავარიის დროს საქართველოს მოქალაქის დაღუპვის ფაქტი დაადასტურა. გიგა ბოკერიას თქმით, გერმანელი დიპლომატი მართლაც ფიგურირებს საქმეში, რომელიც ავარიის შედეგად საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებას უკავშირდება და დასძინა, რომ ამ შემთხვევაში გამოძიების წარმოების უფლება საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს არ ჰქონდათ, რადგან პირი დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობდა. მისივე თქმით, ამ ფაქტთან დაკავშირებით მასალა გერმანულ მხარეს უკვე გადაეცა. შეგახსენებთ, გერმანული გამოცემა შპიგელის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად საქართველოს გერმანიის საელჩოს თანამშრომელმა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. გამოცემის ინფორმაციით ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გერმანელი ანდრეას დე, რომელიც მერსედესის მარკის ავტომანქანას მართავდა, თბილისში ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა. შემდეგ კი მიიმალა. ავტოავარია პირზე სათვალთვალო ვიდეო კამერა მაგბეჭდა და ქართულმა პოლიციელებმა დამნაშავის დაკავება შეძლეს. გერმანელი დიპლომატი მართლაც ფიგურირებდა ესეთ გამოძიებაში, რომელიც უკავშირდებოდა საქართველოს მოქალაქის სამწუხაროდ დაღუპვას ავტოავარიის შედეგად. სამწუხაროდ გამოძიების ეფექტურად გაგრძელების შესაძლებლობა ამ შემთხვევაში საქართველოს საგამოძიებო ორგანოებს აღარ ჰქონდათ, იმიტომ რომ ის ვინც ფიგურირებდა ამ გამოძიებაში იყო დაცული დიპლომატიური იმუნიტეტით და იქნა გაწეული გერმანიის ფედერაციაში, გერმანიაში. საგამოძიებო მასალები გადაეცეთ ჩვენ კოლეგებს გერმანიაში. ამ ეტაპზე ამაზე მეტს ვერაფერს ვერ მოგახსენებთ.
საგამოცდო ნაშრომების გასწორება დაიწყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინა ქურდაძე და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ნაშრომების გასწორების პროცესს დაესწრნენ. პროცესზე დაკვირვების საშუალება მედიის წარმომადგენლებსაც მიეცათ. სამინისტროს ცნობით საგამოცდო ნაშრომები ქართველი სპეციალისტების მიერ შექმნილი კომპიუტერული პროგრამით პირველად 2008 წელს გასწორდა. ამ სიახლის შედეგად შესაძლო გახდა საკუთარი რაიონიდან გაუსროლად გასწორების პროცესში ჩართვა. 2010 წელს ისევე როგორც 2009 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის გამსწორებლები კონკურსის წესით შეირჩნენ. გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა წელს კონკურსის შედეგად ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, ისტორიისა და გეოგრაფიის გამსწორებლები შეარჩია. საგამოცდო ნამუშევრებზე საქართველოს 20-ზე მეტი ქალაქიდან და რაიონიდან 600-ზე მეტი გამსწორებელი მუშაობს. ეხლა სწორედ სტარტი აიღო ქართული ენის და ლიტერატურის გამსწორებლებმა, მეორე დღე უკვე მუშაობენ და სპეციალური პროგრამით, ელექტრონული გასწორების პროგრამით და აი ეს კომპიუტერული პროგრამა შეიქმნა აქ ჩვენთან გამოცდების ეროვნული ცენტრის სპეციალისტების მიერ. გამსწორებელი ვერ ხედავს მთლიანად ტესტს. ანუ ტესტი დაჭრილია დავალებებად და ერთი გამსწორებელი მხოლოდ და მხოლოდ ერთი ტიპის დავალებას ასწორებს. სისტემა გვაძლევს საშუალებას, რომ სრულიად კონფიდენციალური და დაცული იყოს ინფორმაცია. გამსწორებლები შერჩეულია მთელი საქართველოს მასშტაბით, 600-ზე მეტი გამსწორებელია საქართველოს მასშტაბით ქვეყანაში. გასწორების პროცესი დასრულდება, პირველადი გასწორების პროცესი დასრულდება აგვისტოს დასაწყისში და საბოლოო შედეგები, როგორც ყოველთვის გვეცოდინება აგვისტოს მეორე ნახევარში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დღეს კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრში სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. საერთო საცხოვრებელი ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სრულად იქნება რეაბილიტირებული. რის შედეგადაც 300-მდე სტუდენტი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის გარემოში იცხოვრებს. ამჟამად კაჭრეთში სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო 450,000 ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს. განათლების და მეცნიერების სამინისტროს გამოყოფილ თანხებით ხდება ამ საერთო საცხოვრებელის რეაბილიტაცია, სადაც იქნება ერთ ფლიგელში საერთო საცხოვრებელი, მეორეში იქნება მინი სასტუმროები. უნდა ხაზი გაუსვა იმას, რომ ამ მშენებლობაზე არიან დასაქმებული ამ პროფსასწავლებელი სტუდენტები, რომელიც ამავდროულად იღებენ ხელფასს და გადიან პრაქტიკას. სასწავლებელი არ ემსახურება მარტო კაჭრეთს, ის რეგიონალური მნიშვნელობის პროფესიული განათლების კერაა. ჩვენ მთელი ამ პროგრამის განმავლობაში გვყავდა სტუდენტები, პროფესიული სტუდენტები კახეთის ყველა რაიონიდან და ცუდ პირობებში უხდებოდა სტუდენტებს სწავლა. ამჟამად უკვე 300 სტუდენტისთვის გაკეთდება ძალიან თანამედროვე პირობები ცხოვრებისთვის, სწავლებისთვის მათ უკვე აქვთ ეს პირობები და გაუმჯობესდება რა თქმა უნდა ხარისხი.